გველის ნაკბენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით მსოფლიოში ყოველწლიურად 5 მილიონი ადამიანი ხდება გველის ნაკბენის მსხვერპლი, რომელთაგან შხამიანი გველების გავრცელების არეალებისა და მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით 138,000-მდე იღუპება, ხოლო დაახლოებით 3-ჯერ მეტს სიცოცხლის შესანარჩუნებლად სჭირდება ქირურგიული მკურნალობა, ამპუტაციის ჩათვლით. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გველის მიერ დაკბენილთა ზუსტი რიცხვის განსაზღვრა სამედიცინო სერვისების ნაკლოვანებისა და მოსახლეობისგან ხელმიუწვდომლობის გამო ძალიან პრობლემურია. ასევე საკმაოდ პრობლემურია შხამიანი გველის შხამის საწინააღმდეგო ანტიტოქსინებისა და იმუნოგლობულინების წარმოების მოცულობაც, რაც არ იძლევა მოთხოვნილების სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას. გველის თავდასხმისა და კბენისგან დაზარალებულები ძირითადად სოფლად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები არიან. მსოფლიოში 600-მდე სახეობის გველია, რომელთა 70% შხამიანია. საქართველოში გველგესლას გვარის 4 სახეობის გველია გავრცელებული, რომელთაგან ყველაზე შხამიანია გიურზა. იგი აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრად უდაბნო ტერიტორიებზე ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ახალ გამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულის. საქართველოში კლიმატური პირობების გათვალისწინებით გველი აქტიურდება აპრილიდან და მისი აქტიურობა ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. საკვებისთვის უმთავრესად ღამით გამოდის, მაგრამ გაზაფხულზე ძლიერი სიცხეების დადგომამდე შეიძლება დღისითაც შეხვდეს. ძლიერი სიცხეების დროს გრილ და ჩრდილიან ადგილებში ისვენებს. გველის ნაკბენი ჩვეულებრივ უმკივნეულოა. ძირითადად გვხვდება მცირე ზომის ჭრილობა ან ნაკაწრი, რომელიც შესაძლოა შეუმჩნეველიც იყოს. ჭრილობა შეიძლება თან ახლდეს სისხლჩაქცევა, სისხლდენა, ლოკალური შეშუპება, რეგიონალური ლიმფადენოპათია. შხამიანი გველისგან დაკბენის სიმპტომატიკა გველის სახეობასა და შესაბამისად მისი შხამის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. ხშირად დაკბენის შემდგომ ვითარდება კანზე გველის კბილის ნიშანი, სისხლდენი ჭრილობა, მხედველობის ბუნდოვნება, დაკბენის ადგილის წვა, კრუნჩხვა, დიარეა, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, გრძნობის დაკარგვა, ცხელება, წყურვილის შეგრძნება, ქსოვილის ლოკალური კვდომა, კუნთების მუშაობის კოორდინაციის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, გაშეშება, ჩხვლეტა სხეულის გაშეშებულ ნაწილში, პულსის აჩქალება, წვავე ტკივილი, კანის გაფერმკრთალება, ნაკბენის შეშუპება, საერთო სისუსტე. გართულებების თავიდან ასაცილებლად გველის ნაკბენისას ყოველად დაუშვებელია. ნაკბენიდან სისხლის გამოწოვა, ნაკბენი არის გაკვეთა, მოწვა, ასეპტიური ნივთიერებით დამუშავება, მაგალითად იოდი, ბრილიანტის მწვანე ან სპირტი, ლახტის დადება, ყინულის დადება, სპირტიანი სასმელის მიღება, არ მოიბანოთ დაკბენილი ადგილი. პირველი დახმარება გველის ნაკბენის დროს შემდეგია. დაკბენილი ადამიანი დააწვინეთ ბრტყელზე და პირზე სიცივის შეგრძნებისას გადააფარეთ საბანი ან პლედი. გველის კბენის შემთხვევაში კლინიკაში მიყვანამდე დაზარალებულმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე. ანაფილაქსიური შოკის პრევენციისთვის სასურველია ალერგიის საწინააღმდეგო და სტეროიდული საშუალებების მიღება, ხოლო ტკივილის დროს ასევე რეკომენდებულია ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების მიღება. დაუღოვნებლივ დაუკავშირდით და მიმართეთ ექიმს, რომელიც ნაკბენის მიხედვით გაარგვევს, ნაკბენი არის შხამიანი თუ უშხამო გველისგან. ეცადეთ დაკბენილიც და თამხნებიც იყოთ უშვიდად. დაკბენილ პიროვნებას დაარწმუნეთ, რომ ექიმი ეფექტურად უმკურნალებს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება. დაზიანებული არე უმჯობესია იყოს გულის დონეზე ოდნავ დაბლა. თუ კბენა მოხდა ხელის არეში, მოიხსენით ბეჭედიანად სხვა რაიმე მორთულობა, რაც დაზიანებულ არეზე ან მის ახლოს გიკეთიათ, ვინაიდან ნაკბენისათვის დამახასიათებელია შეშუპება. თუ დაზიანებული ადგილი შეშუპდა და კანი ფერი შეიცვალა, სავარაუდოა, რომ გველი შხამიანი იყო. რეგულარულად აკონტროლეთ დაზარალებული სიცოცხლის ნიშნები. ტემპერატურა, პულსი, სუნთქვის სიხშირე და სისხლის წნევა. თუ დაკბენის შემდგომ მოკლავთ გველს, ხელი არ მოკიდოთ მანამდე, სანამ არ დარწმუნდებით სრულ საფრთხეობაში. თუ გველის მოკლა ვერ მოახერხეთ, ნუ დაკარგავთ დროს და ზედმეტ ნუ გარისკავთ. ტრანსპორტირების შემთხვევაში მკვდარი გველი მოათავსეთ მყარი ყუთში ან მყივ ტომაკში. მიუხედავად ამისა, მკვდარი გველის თავთან იყოთ ფრთხილად, ვინაიდან რეფლექსურად 1 საათის მანძილზე მას კიდევ შეუძლია კბენა. სამედიცინო დაწესებულებებში გველის ნაკბენის შემთხვევაში მკურნალობისთვის გამოიყენება მონო ან პოლივალენტური გველის შხამის საწინააღმდეგო შრატები. მინდვარ ტყოში თუ სხვაგან ყოფნისას, თუ მიწაზე შენიშნავთ ჭრელ ლამას ჯოხს ან მსგავს საგანს, არ ეცადოთ მისი ხელში აღება ან ფეხი დადგმა. ეს შესაძლოა გველი იყოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში გავრცელებული გველების უმრავლესობა არაა შხამიანი, თავი არიდეთ შეხებას და მათთან თამაშს, თუ არ გაქვთ სპეციალური მომზადება გავლილი. ნაკბენთა უმრავლესობა გამოწვეულია დაზარალებულის გველის პროვოცირებით.
თუ ხართ გველების გავრცელების ტერიტორიაზე ან გეჭვებათ ამ ადგილას გველების არსებობა, ჩაიცვით გრძელი შარვალი და მაღალყელიანი ფეხსაცმელი. თუ თან გაქვთ ჯოხი სიარულისას აკაკუნეთ, რადგან მსგავსი გამაფრთხილებელი ხმის გაგონისას გველი თვითონ მოგერიდებათ.